და ისევ რა ხდება რუსეთში? რუსეთშიც იქაც იბრძვიან ზნეობისა და საზოგადოებრივი ატმოსფეროს გაჯასახებისთვის. და ამას ვაშა გადაცემაში მოგიყვებით. ამ დღეებში მოსკოვში სრულიად ისტორიული სასამართლო ჩატარდა. ასამართლებენ ამ ლამაზ გოგონას. ვიცი, ახლა დაგეწვათ გული ამის შემხედვარეს. რა დააშავა ასეთმა ლამაზმა. სოფია ვერშინინას, რომელმაც აირჩია ფსევდონიმი სონია მარმელადოვა, სწორედ მორალს ედავებოდნენ, ამორალობას. ხა რუსულ კლასიკას თუ იცნობთ, სონია მარმელადოვა გეცოდინება და ბევრი ახსნა აღარ დამჭირდება, იმედია. ხოცები ხო სულ დასტაევსკის დეგენერაძე ხარ გასtildeები. ხო და ეგეც გეცოდინებათ. ხოლო ვისაც განათლება გაკლიათ, ამ გოგოს ედავებოდნენ პორნოგრაფიის გავრცელებას. დახურული ტელეგრამ არხით. ის ტელეგრამ არხი ფასიანი იყო. იაფიც არ ღირდა ხა $1500-მდე, როგორც სასამართლო საბუთებში ეწერა. ფულს გადაიხდიდი და შედიოდი სონია მარმელადოვაში, მის სამყაროში. თვითონ იყო ადმინისტრატორიცა და ვიდეოების მთავარი გმირიც. ხა რუსულ ჩასტუშკისა არ იყოს სამ танцует сам поёт сам билет продает. танцует რა გითხრათ, ბოზობის კი ნამდვილად თვითონ ბოზობდაო. Прокуратура амткицепс. Сегодня с нами Соня Мармеладова. Соня в прошлом не один год проработала в элитном эскорте и знает все об этой сфере. Интернет ბოზობისთვის ციხეს ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლეს გული მოულბო გოგონას გულწრფელმა სინანულმა და დანაშაულის შეცნობითმა აღიარებამ და აკმარა მხოლოდ პირობითი სასჯელი, 3 წელი. Признать Вершинину Софью Петровну виновной в совершении преступления, предусмотренного пунктами АБВ, часть 30 статьи 242 УК РФ, назначить ей наказание в виде лишения свободы сроком на 3 года с лишением права заниматься деятельностью. რუსეთის პროკურატურამ გამოთვალა, რომ 3 წლიანი ინტერნეტ მოვაწეობის განმავლობაში გოგონამ 30 მილიონზე მეტი რუბლი გამოიმუშავა. ანუ $380,000. არა, ცუდი შემოსავალი. სასამართლომ კი მას მხოლოდ $60,000 ჯარიმა დააკისრა. ოღონდ ჩამოართვა და სახელმწიფოს გადასცა დანაშაულის მთავარი იარაღი, ტელეფონი iPhone 16 Pro Max. სამაგერო დაუბრუნა ადრე ამოღებული ფუმფულა ხელბურკილები, 1 ვიბრატორი, 3 ფალოემიტატორი, ჩოკერი. გამოვტყდები, არ ვიცოდი რა იყო და დავგუგლე და ანალური საცობები. ანუ შენ არაფერი დაიკლო ქალბატონო, მაგრამ ინტერნეტში აღარ დაგინახოთ მაგეებითო. Сколько у тебя половых актов в месяц? Я не знаю и не считаю. В день? Сколько в день? 30? Я думаю, побольше. რუსული კულტურა. ნუ რა კულტურასა და პოლიტიკას. ჩაიკოვსკი არ გესმის და იმიტომ ხარ რუსოფობი. მუსორგსკის სიღრმეს ვერ წუდები და იმიტომ გიხარია მოსკოვის დაპუმპვა. თუ ამოგივიდათ ყელში რუსოფობებს რომ გიწოდებენ. თუ აღარ გინდათ უკულტუროები და პრიმიტივები გეძახონ, მოკლე გზა გაქვთ გასავლელის ძალიან. ეზიაროთ რუსულ კლასიკურ ხელოვნებას. პერედვიჟნიკები დაიწყოთ, გამოიაროთ სირებრენი ვეგ და აგერ პასტერნაკით, ბროდსკით, შნიტკეთი დაასრულოთ. ოღონდ აუცილებლად ფესვებით უნდა დაიწყოთ. რომელია რუსის უძველესი კონსერვატორია მაგალითად? პეტერბურგის 1862 წლიდან. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის. ნიკოლაი ანდრეიჩი. კონსერვატორიას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ვებგვერდი. პოულობთ, შევდივართ, დღეს რა წარმოდგენას მართავენ? დღეს ვინაა დირიჟორი, ვინაა პრიმადონა, როგორია ქორო? შევდივართ განყოფილებაში მერაპრიატია და ჭეშმარიტ კულტურას მონატრებულები ვეცგერებით პირველივეს. გახდი უპილოტო ავიაციის ერთ-ერთი პირველი პილოტი. ოპერა ასეთი თუ მიუზიკლი. კაცებით 18-დან 45 წლამდე, ქალებიც იგივე. რომელთაც უკვე გაიარეს რეგიონებში უპილოტო ავიაციის ოპერატორის მომზადება. კონკურსი დიდი ყოფილა, ამიტომ უპირატესობას განიჭებენ თუ ხართ კიბერსპორტსმენი, პროგრამისტი, დრონ რეისერი, ავიამოდელისტი, ავტომექანიკოსი ან რადიოტექნიკოსი. მოკლედ, პაელნიკი თუ გჭერიათ ხელში, სარჩილა. პირველ წელს კვირდებიან 6,5 მილიონ რუბლზე მეტს, $75,000. იქვე პირდებიან, რომ ჩამოგაწერენ სესხს $115,000-მდე. ჩაკრთავენ სამხედრო იპოთეკაში, მოგანიჭებენ პრიორიტეტს სამოქალაქო სასწავლებელში ჩაბარებისას. იქვე შეგიძლია აირჩიოთ სპეცკონტრაქტი 1 წლით. ხელფასი გექნებათ 3 მაგი, ომიანობის შესაბამისად. ის 1 წელი რომ გავაკი, აქ მარცხნივ წერია, რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ კონტრაქტი ან უბრალოდ დაიხუროთ ქუდი და წახვიდე სახლში. ისევ შენს კონსერვატორიას დაუბრუნდე და ჩაეფლო რუსული კლასიკის სიღრმეებში. ოღონდ ქუდის დასახურა თავი უნდა გებას. რამეზე დასაკრავად ხელები გჭირდება. სცენაზე გამოსასვლელად კი ფეხები. Когда задают вопрос, кто такая Россия, да, что такое Россия для меня, правильный ответ – это я.
აი მაგას კი აღარ გეუბნება რიმსკი-კორსაკოვის სახელობის უძველესი პეტერბურგის კონსერვატორიის განცხადება. იმიტომ რომ ვისაც მხრებზე თავი აბია, ამ განცხადებას ბოლომდე არ ჩაიკითხავს. უბრალოდ ნახავს რომ რუსეთში კონსერვატორიაც კი სამხედრო კომისარიატად არის ქცეული და პიანისტებს მიაქანებენ ჯარში და ეგრევე მოცოცხავს ქვეყნიდან. უკრაინაში აგრესია რუსს მოულოდნელ ადგილზე მოუტრიალდა. აფხაზეთში. შავი ზღვის საუკეთესო კურორტებზე მოთხოვნა თურმე შემცირებულია. არ გამქრალა, მაგრამ შარშანდელთა შედარებით 20% დაეცა. А людей почти нету. Обычно летом подойти к этому парапету, где открываются самые панорамные виды, нужно ждать время и так далее. А сейчас вы видите, что абсолютно свободно, людей мало. ტუროპერატორებს ახლა თავისი თეორია აქვთ. დიდი პოლიტიკის ხსენება, რა თქმა უნდა, ეგრძალებათ არ შეუძლიათ, ამიტომ გამოსავალს ეძებენ სხვას, რას დააბრალონ. ოღონდ ბოლომდე ვერ უვლიან, რა თქმა უნდა, გვერდს. მაგალითად აღიარებენ, რომ ტურისტების უდიდესი ნაწილი ჯერ სოჭის აეროპორტში ჩადიოდა აქამდე და მერე იქიდან მანქანით შედიოდა ოკუპირებულ მიწაზე. ახლა სოჭის აეროპორტს ძალიან უჭირსო, ამიტომ ხოლო რატომ უჭირს სოჭის აეროპორტს, მაგის თქმა საჯაროდ აღარ ღირს. რუსის არმიის დისკრედიტაციის მუხლი აქვს მაგად და რაღაცეები კიდევ. მოკლედ, არ მუშაობს ეს სოჭი და დაბომბე თუ გინდა. მუშაობს სოხუმის აეროპორტი. 35% მეც მუშაობსო, მაგრამ რეისების რაოდენობა საკმარისი მაინც ვერ არისო. აფსუებმა გაამარტივეს საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი. 14 წლამდე ბავშვებს ახლა აღარ სჭირდებათ პასპორტი, მაგრამ ამანაც დიდად არ უშველოო. ბარემ აქვე გაგაცნობთ საშუალო სტატისტიკური ტურის მონაცემებს. ეს არის 9 დღიანი ტური, ავიაბილეთები, შეკვეთილი სასტუმრო, ექსკურსიები, რაც ასევე საშუალო სტატისტიკურ რუსს $1835 უჯდება. იაფია, დღეში $200 იაფია. თვითონ ასე არ თვლიან. Значит, цены просто дичайшие. Мы с мужем ничего не взяли. А на 12-15 тысяч просто пообедаете. Там это надо доплатить, это доплатить. Ну, короче, это просто вот реально вот сбор был денег. იმიტომაც ექცევიან აფსუებს სათანადოდ. თუმცა კაცმა რო თქვას უკეთესად სად ექცევიან და ვის. ოღონდ ოკუპირებული აფხაზეთი როგორც სტრანადუში ზუსტად ასევე ექცევა რუს ტურისტებს. ფეხის ტერფთან გადებული გრუზინებისგან განსხვავებით და ცოტას მაინც იყრის ჩვენს ჯავს. После экскурсии нас завезли в кафе, прям загнали как баранов туда, что вы должны именно тут поесть, должны, обязаны, и опять еще только наличными можно оплачивать. Там еще нам этот не официант нахамил, потому что, оказывается, у них тут в кафе только наличные, а у нас только карты. И вот он ходил, прям вот психовал, вот прям дергался на нас, что ли. Короче, он нас еще матом покрыл, что мы уроды, дебилы и прочее, прочее, прочее. Именно сегодня Абхазия открылась мне совершенно с другой стороны. დღეს აფხაზეთის სულ სხვა მხრიდან დავინახე. აქ ბოლოს 6 წლის წინ ვიყავი. ამბობენ რომ სულის ქვეყანაა. არადა უბრალოდ არასტუმართმოყვარეები კი არ გახდნენ, ზოგი უბრალოდ აგრესიულია. ბავშვი ეთამაშებოდი და ქალი მომვარდა ღრიალით, ჩუმადო. ჩამოვდივართ, ფული მოგვაქვს და ხარისხიან სერვის ველოდებით. ძალიან ცუდი ამბავია. В принципе, качественный сервис, да, чтобы мы могли отдохнуть и хотели к вам возвращаться. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-სა და Facebook-ზე. რას დავდივით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.